wish I found some better sounds no one's ever heard. I wish I had a better voice that sang some better words. I wish I found some chords in an order that is new. I wish I didn't have to rhyme every time I sang. I was told when I get older all my fears would shrink, but now I'm insecure and I care what people think. My name's Blurry Face and I care what you think. My name's Blurry Face and I care what you think. Wish we could turn back time to the good old days when the mama sang us to sleep, but now it's just stop. გუშინ გვიან ჩამოვედით, ესე იგი, ღამის 3 საათი იყო თუ 8 წელს დავგანა და მოვეწყეთ უკვე. ეხლა გაცემდა, შევჭარდა ჩავიდეთ, ცოტა უწესრიგდები უსვა და რაღაც ხარშევს. არის გელოდებით აკო. ჩამოვარ და იქ გავგზავნე საუბარი. გავაგზავნოთ. კარგი, წავედით საუზმაზე მივდივართ. პატარა თავგადასავლებით დაიწყო, ეს ამას ვერ მოგიყვარით რა მოხდა. ეს გონილობიოა მოხარშული. სოფისები გვაქვს. აქეთ უნდა იყოს კარტოფილი, როგორც მეყვარს, შემწვარი კარტოფილი. აქ უნდა იყოს პომიდორი. რაღაც მოსწნეულია. მოხარშული კვერცხი და ეს არ ვიცი რა არის. როგორ მოგწონთ არჩევანი საერთოდ? კი, კაია. ნორმალურია რა. კაცო, დაუდენი ხილი. აბა პირველი შეფასება რა არის? კარტოფილი და შემწვარი კარტოფილის გვეყენ და ვერ გამოვყურებენ ესენი შემწვარი კარტოფილი. დიდი არაფერი. ჩვენი ჯობია ეს ტაფაში. აბა ეხლა ფორნიკესთან ჩავწერო ინტერვიუ. პირველი ფრენა ხონა ფორნიკეს და გვაინტერესებს. პირველი თავიდან ცოტა მეშინო და სავით, მაგრამ ვაფშე არ ყოფილა საში. არც აფრენა, არც დაფრენა. ცოტა ყურებითი რამე. ნევის არის ბადვაზი. ეხეოდა, მაგრამ არა უშავდა, კაი იყო. აბა როინი, მეორე თუ მესამეც დაიყო ეს. რომელი იყო? და რას ხდება? აუი, შევეჩვიე. აღარ გართულდა, ეხლა სუპერ გამაფრინეთ არ არის პრობლემა. მივეჩვიე თვითფრინავს. წავედით, აბა ჩავიდეთ ერთ სართული. სად არიან ისე? სად მივდივართ, აბა? და შტანგების დასაბრუნებლად. მივდივართ სპორტ დარბაზში ესე. უნდა დავიწყოთ და რაღაც რა. ძალიან კარგი. ესე იგი სერიოზულად მომდობებული სასწავლო. დასვენების დროსაც კი არ ვიგოთ. Good morning. ძალიან მაგარია ხაურობა. აქ ყოფილა დახურული აუზი. იქით ყოფილა კიდე სხვა ფიტნეს დარბაზი. მეგონი 64-ში ვარ, რა სიტყვა? კრიო საუნდ. საკმაოდ კარგი სპორტ დარბაზია, სხვა შორის. სხვადასხვა სივრცეები. შვენიერი სპორტ დარბაზია. სხვადასხვა სავალში. წავედით სპორტ დარბაზში წავედით. აქაც შეიძლება გაწელოები რაღაცები. აი ესეც სპორტ დარბაზი მეგობრებო. გონი არ არის ცუდი. ტექნოჯემის რაღაცეებია, მაგრამ ბევრი რამე არ არის. შტანგა არ არის როი? შვენიარულია. აი გარს, კარგი. ეს რა?
ნუ ესე თუ ისე რაღაცები არის. ბევრი რამე არ არის, მაგრამ რაც არის ეგეც რამე. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. გაგვიმართლა და მეზობელ ნომრებში აღმოჩნდით. აი, სამი ყველა შეხვეწებოდი ყოფილა აქ. ოიცა რა ყოფილი. გენესპექცია დამასდა. ყველაფერი წამოს. გაგვიმართლა, მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ გვერდ ნომრებში ვართ. აი ჩვენი ნომერი. მერე აი ბიჭების და იქით უჩა და აკო. და ნახეთ რა ხედი იშლება. რაც არის ზღვაჩანს კიდე აქ. რაც ვაპირებ, აბა რა გეგმები გვაქვს? საჭმელად გავდივართ. ძაძიკში. აკაური ძაძიკი. ეროვნული კერძი და გავშვი. ხა ძაძიკში შევალთ. აბა ძაძიკი სად აქვს? მაგერ არის მაო და კვიპროსული დონერ ქებაბი. აი ესეც მისტერ ძაძიკი. Yes. რისი გინდა ბიჭებო აბა? აბა ორი კათამი. Which is better? Normally it's chicken if you eat, but it's the best inside because people eat chicken pork. Mix. Can we make mix? Yes. Price same. Yes, of course. ხასიათია თუ გინდა შეურევთო რა. ის არის. ორი და ეს არის ის რა ქვია. კათამი. რა გინდა? Okay, we want 6-1 make please mix one. Mix one. ყველა შერეული ხო? Inside have traditional chicken and salad. 5 minutes later. ამასობაში დამზადა ჩვენი გიროები, აი ესე გამოიყურება, ყველა მოვიღეთ შერეული, ქათმის და ღორის. ორივე შერეულია. ეხლა გავსინჯოთ, ტრადიციული რეცეპტით არის, აქვს ძაძიკი, ეგრეთ წოდებული. ეხლა გავსინჯოთ და გეტყვით როგორია. არა განსხვავებული არის, კაია. ცუდი არ არის. 10-დან რამე კულას დაუწელე. ჩვენი შოუმალია. 10-დან რამენი. ვა. ვი. ეხლა გავსინჯო და ჩემასაც დავაფიქსირებ. 10-დან ალბათ 7-ს დაუწერდი მეც. ეხლა ჩვენ მივდივართ პლიაჟზე მივდივართ, ხო? ადგილობრივი შაურმის ეგრეთ წოდებული გიროს გასინჯვის შემდეგ გადავწყვეტეთ წავსულიყავით აიანაპას ყველაზე ცნობილ პლიაჟზე, რომელსაც ქვია ნისი. როგორც Google-ის ნავიგაციით ვნახეთ, ამ ადგილიდან ამ პლიაჟამდე იყო დაახლოებით 2 კილომეტრი, 2 კილომეტრი ნახევრამდე. ჩვენ გადავწყვეტეთ წავსულიყავით ფეხით, რადგან დროც ჰქონდა და თან ქალაქის დათვალიერებაც გვაინტერესებდა. სასტუმროდან წამოვედით, ნისი ბიჩი, ხო? კი, ეგრეა, ნისი ძალიან ცხელა, ახლა ისეთ პერიოდი არის. დაახლოებით 1 კილომეტრი ნახევარი ფეხით ვიარეთ. მეტიც, შეიძლება 2 კილომეტრით. და აი ბიჭები წუწუნებენ, მაგრამ მაინც მოყვებიან წუწუნით. უკმაყოფილებას არ მალავენ. ზღვა და კუნძული მოგვიჩა, გიო. მოვედით, ბოლოს და ბოლოს 2 კილომეტრი დისტანცია დავფარეთ და მოვაღწევთ პლიაჟამდე, ნისი ბიჩამდე. მოგონი ღირდა მოსვლა რა, რას თქვა? აი, იქაც არ არის ნაკლები პლიაჟი სხვა შორის. ეს ჯობია, აშკარად ეთყობა. ეხლა ჩვენ ვართ ნისის პლიაჟზე. და ესე იგი აი კარგი არის ფოტოების გადასაღება და ვიდეოც კაი გამოგვივა რა. ესე იქ გადავართ და რა მოგეწონა ამ პლიაჟის ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ხალხი არის პირველ რიგში, ეს გასართობის სკუტერები, და თუმცა წყალი რომ არის, ეგეც ძალიან კარგი არის. მართლაც სწორად აღნიშნა, წყალია გამჭვირვალე, მაგრამ აქ ცოტა დაბინძურებული ამ ადგილზე, მაგრამ სხვა ადგილებზე ბევრად სუფთაა. სუფთაა.
როგორი ადგილია? მაგარი ადგილია, წეღარ ვიყავით. მართლა ულამაზესი ადგილია. ამ დღეს პლიაჟ ნისიზე ასე თუ ისე დიდი დრო დავყავით, რადგან საღამო ახლოვდებოდა. სამაგიეროდ გადავწყვეტეთ, რომ შემდეგ დღეს წამოსულიყავით დილის საათებში და მთელი დღე აქ გაგვეტარებინა. ასევე გადაწყვეტილი ჰქონდა წამოგვეღო დრონი ლამაზი კადრების გადასაღებად და ასევე GoPro, რომელთაც გადავიღებდით წყლის ქვეშა კადრებსაც. ნისის პლიაჟიდან წამოვედით ფეხით. საკმაოდ საინტერესო ქალაქია. ტაქსიც იარული არ არის, აქ გზაში დაათვალილებ რაღაცას და მოგეწონება რა, გაერთო გზაში. თან შორის მოვედით უკვე სასტუმროში ვართ. მოვედით სასტუმროში და ეხლა ვაპირებთ აუზში ბანაობას, ბიჭები უკვე ჩავიდნენ, ეხლა მეც შევუერთდები. კარგად ვერთობით, მოკლედ ჩვენი ერთ დღე გამოვიდა. პლიაჟზე საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით, ეხლა აუზში ვიცურავთ. ამასობაში 7-ს გახდება და ვახშმის დროც მოვა. ვახშამი ჩვენს ნომერში შედის. უკვე გადახდილია ვახშმის. A few moments later. რას ყვით აბა ვახშამზე? მოგწონთ საჭმელები? აია. კარგია. აი სოუსი кайიკო. რა გავსინჯო, რა იყო კარგი? აი სოუსი აია. კვიპროსზე წამოსვლის მთავარი მიზანი და мотиваცია დასვენებასთან ერთად იყო ასევე ვარჯიში. ანუ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ყოველი დღე დაგვეწყო სირბილით ან რაიმე ძალისმიერი ვარჯიშებით. თავდაპირველად ამ 8 ადამიანიდან 6 ჰქონდა გადაწყვეტილი ესე მოქცეულიყავით. თუმცა აქედანაც მხოლოდ 2-მა შევძელით, რომ გვევარჯიშა ყოველდღე. ჩამოვედით სანაპიროზე, სადაც სარბენა და ველოსიპედისთვის არის დატოვებული ბილიკი. კარბიან პევნი. Εγώ της έδινα στοργή, βασίλισσα την είχα. Ό,τι κι αν ζήταγε στη γη, όλα της τα παρήχα. Εγώ σαν της έλειπαν καψούρα κι αλήθεια, μα ούτε αυτά την κάλυψαν. მეგობრებო, აი პირდაპირ ქალაქში სირბილის დროს მოვადექით სასაფლაოს. ესეთი არ მინახე. სირბილის შემდეგ ჩამოვედით დაბლა სპორტ დარბაზში. ეხლა გავაკეთებთ ელემენტარული მარტივ ვარჯიშებს. ძირითადად საკუთარი წონით, ტურნიკზე აწევებს და ასე შემდეგ. ვარჯიშისა და საუზმის შემდეგ გადავწყვეტეთ წავსულიყავით ისევ პლიაჟ ნისიზე. სამწუხაროდ ამ დღეს არ წაგვიღია ის კამერა, რომელთაც ყოველდღე ვიღებდით, არამედ მხოლოდ GoPro წყალქვეშა кейსით, რის გამოც ეს კადრები არც თუ ისე კარგად გამოიყურება და ასევე აუდიო არის ძალიან უხარისხო. დიდი ხანი არ მიცურავია. აი ანაპამ განსკუთრებით ნისი ბიჭმა მაგრად გაასწორა. და აკაკიფენიანია მაგრამ. მიდი ლეო, მიდი. მიდი ლეო, მიდი. მიდი შენია. მიდი. სუფთა დაუშ. Aí, show.
გაიმარჯვა ლევანი ცივილაშვილმა. არა უშავდა. ამასობაში ღრმად შევცურეთ ზღვაში. რამდენ მეტრზე ვიქნები შემოსულები ნაპირიდან? სულ. არა მეტი ზღვას. ეს მინიმუმ 200 მეტრი. დავინახოთ როგორ მოსჩანს პლიაჟი. ნახეთ როგორი გამჭვირვალე წყალია. წავიდეთ. One hour later. პლიაჟ ნისი სამცნობილ ბარში დაახლოებით 1 საათი კიდევ გავატარეთ და შემდეგ კი ტაქსით დავუბრუნდით. სხვათა შორის მინდოდა აღმენიშნა, რომ კვიპროსზე ძალიან უცნაური ტაქსები დადიან, კერძოდ კი Mercedes V200, რომელიც 4 კარიანის მაგივრად 6 კარიანია, ანუ ლიმუზინივით არის გადაკეთებული. ეხლა კი დროა შევეხოთ გართობის საკითხს კვიპროსზე, კერძოდ კი აიანაპაზე. დღის საათებში ერთ შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის ერთი პატარა ჩვეულებრივი საზღვაო ქალაქი. თუმცა კი საღამოს საათებში იგი ნამდვილ ტრანსფორმაციას განიცდის და ბარებისა და კლუბების ნამდვილ სამოთხედ გადაიქცევა ხოლმე. თავდაპირველად წავედით სასტუმროსთან ახლოს მდებარე ატრაქციონების პარკში, სადაც ჩემი გამოცდილებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონია. თავიდან ამ ყველაფერს შორიდან უყურებით და მასზე დამჯდარი ხალხის რეაქციებს ვაკვირდებოდით. ცოტა ხანში კი ორმა ჩვენთაგანმა გადავწყვიტეთ გაგვერისკა და პირადად გამოგვეცადა. ამ ატრაქციონების პარკის შემდეგ კი წავედით ღამის კლუბებში, სადაც სამწუხაროდ ჩვეულებრივი ფორმატით ვიდეო არ გადამიღი, ამიტომ გთავაზობთ ტელეფონით გადაღებულ კადრებს. The next day.
ტრადიციულად ეს დღეს დილის სირბილით დავიწყეთ, მაგრამ წინადღებისგან განსხვავებით ამჯერად მიზანს არა მხოლოდ ვარჯიში, არამედ აიანაპას უკეთ დათვალიერებაც წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ გეზი ავიღე სასტუმროდან 5 კილომეტრით დაშორებული პლიაჟ აია-თეკლამდე, სადაც ცნობილი მე-5 საუკუნით დათარიღებული მართლმადიდებლური ტაძარი მდებარეობს. ასევე გზად უნდა გამერბინა აია-ნაპა მარინა, რაც წარმოადგენს ახალ პრემიუმ ხაზის საცხოვრებელ რაიონს და დაბრუნებისას კი არატურისტული ქუჩები, სადაც პირიქით ქალაქის ყველაზე ღარიბი ფენა ცხოვრობს. ამ ვიდეოში სულ დამოუწყდა მეხსენებინათ ცნობილი კვიპროსული ხვლიკების შესახებ. ამ კუნძულზე ისინი მრავლად არიან და სასტუმრო სეზონიდან დაწყებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდნენ. როგორც მითხრეს, სწორედ ხვლიკი არის კვიპროსის სიმბოლო და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ტურისტულ ადგილებში მრავლად შეგვხვდებათ მათ გამოსახულებიანი სუვენირები. რაც შეეხება ამ დღის გეგმებს, გადაწყვეტილი ჰქონდა 3 საათამდე სასტუმროს აუზზე ყოფილიყავით, შუა დღის მერე კი ნისი ბიჩზე წავსულიყავით ტაქსით და დროინით გადაგვეღო ეს ყველაფერი. საღამოს კი ვაპირებდით ერთ-ერთ პაბში წასვლაც, სადაც ლაივში უნდა გვეყურებინა ჩვენი დროის ორი საუკეთესო მძიმე წონოსანი მოკრივის, ინგლისელი ტაისონ ფურისა და უკრაინელი ალექსანდრ უსიკის ბრძოლისთვის. Αν είσαι ένα αστέρι, μου φως θα φέρεις στην άδεια μου ζωή. Ποτέ μη σβήσεις, ποτέ να μην μ' αφήσεις, ποτέ να μην χαθεί η αγάπη αυτή. Μα όνειρο αν είσαι, από τα σβήσε στα όνειρα να ζω. Μη ξημερώσει, ποτέ να μην τελειώσει, μέσα μου μείνε να σ' αγαπώ. Έλα πέλο! Κορπέλο! Κάπελο αμίκο! Κοπέλο! Έλα ice cream, you scream, έλα! Όρμπους! Έλα Κυριάκο! Τρελός κι ανάποδος καιρός, θα μείνω σπίτι. Και ένας μικρός ρεύματος στον κόσμο θα με πάρει. Ποιος αμοιβώνει το αφήνεις με λόγια ψεύτικα. Ποιος μου κλέβει τη ζωή.
ჩავედით? Thank you very much. How is thank you in Greek? Ευκαλιστώ, ευκαλιστώ, ευκαλιστώ. Άμα დაიყვირე, რა უნდა ვიყვირო თან? რო თქვა ორი სიტყვით, ბატონო გივი. დრონით უნდა გადავიღოთ. დრონიც ქონია. ხო და ერთიდან რა გადაგვიღია? Πως περνούσα αυτά που εσύ περνάς. Εγώ στο είπα δεν ζητούσα αυτά που δεν ζητάς. Εγώ στο είπα είχα κλάψει και γέλασε αυτή. Εγώ τον κίνδυνο σου λέω που έχει η ζωή. Μοναχός θα αγαπάς αν δεν αρχίσεις να την τυραννάς. როგორც უკვე აღნიშნეს, საღამოს ვაპირებდით ერთ-ერთ ბარში წასვლას და იქ ალექსანდრ უსიკისა და ტაისონ ფურის შეხვედრის ლაივში ყურებას. ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ ეს დამთავრდა ალექსანდრ უსიკის გამარჯვებით. ჩვენც სწორედ მას გულში მატკეროვდით და შესაბამისად სასტუმროში ძალიან ბედნიერები და საკმაოდ თვალებით დავბრუნდით. სამწუხაროდ 4 დღის შემდეგ წასვლის დროც მოვიდა. სად მივიდიო? სასტუმროდან გავდივართ აეროპორტში. ტრანსფერი მოვიდა, ესე იგი მოვაკითხა და უნდა წაგვიყვანოთ. რომელი საათია, რომელ საათს დავიძერეთ აეროპორტში? 22. ორი შეგრძნებებით მიდიხარ. ჩვენიერი ამინდი იყო, მაგარი, გაგვიმართლა არ ძალიან ცხელო და არციოდა. გავირუჯეთ, შვენივრად დავისვენეთ, მაგრამ დრო არ გვეყო. რამდენიმე დღე კიდე დავრჩებოდით. რა სიტყვით თქვენ? ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი ხუთიანი დასვენება. ესე იგი დაახლოებით 40 წუთში უკვე ვიქნებით აეროპორტში და ზოგს კიდე იქ მოვახცევთ გადაღებას. Thank you. Thank you so much. Thank you. I am კაცმა მივიყვანა აეროპორტში. How is thank you in Greek? Ευχαριστώ, ευχαριστώ. Ευχαριστώ. მოვედით ბიჭებო. ეხლა შევალთ უკვე აეროპორტში. გუნდების ნელ-ნელა სახლისკენ. ერევანი და შემდეგ საქართველო. ესე იგი ველოდებით რეგისტრაციას. ბარკს აბარებს ვინმე თუ არა? ბარკს არ ვაბარებთ, უცბად გავულით ესე იგი რეგისტრაციას. ჩავსხდებით თვითმფრინავში და უცბად აღმოჩნდებით ერევანში. მივიდივართ ჩასხდომაზე და ეგ არის, აქ თორდება ჩვენი მოგზაურობაც, ჩვენი თავგადასავალიც ეგრე არის. კი ბატონო. აბა წარმატებულ ფრენას გისურვებთ.